შიხსნადი ვიტამინი. B1 ვიტამინი არის მთავარი ვიტამინი, რომელიც ჭირდება ნერვულ ქსოვილს. ამავე დროს B1 ვიტამინი არის მთავარი ვიტამინი, მიტოქონდრიამ შაქარი დაშალოს, დაწვას და გადააქციოს იმათ რა ქვია, სამოლეკულა ATF-ად. ჩვენი ენერგია, ჩვენი ბენზინი არის ATF. და მიტოქონდრიები ამას ქმნიან. მიტოქონდრია წამში აკეთებს 400 ბრუნვამდე, 100-დან 400 ბრუნვამდე და სამ მოლეკულა ATF-ს ქმნის. და ქმნის შაქრისგან, ოღონდ პრეკურსორი, რომ შევიდეს რეაქცია და დაიწყოს B1 ვიტამინია. B1 ვიტამინი საკვებ პროდუქტებში ცოტა რამეშია, მიხვდი? და სულ ერთად დეფიციტში მოვიდა. როცა გიწევს შაქრების პირდაპირ ჭამა, ორგანიზმში აღარ ყოფნის B1 ვიტამინი იწყებს ნერვული ქსოვილიდან გამოტანას და ნერვული ქსოვილის ზღვევა იწყება. ადამიანის გაღიზიანებას. გაღიზიანებას კი ბევრ რაღაცას ანგარიშს და ეხლა ავტოიმუნური დაავადებები, რაც ნერვულ დაბრუნებებზე, კანის იმის რომ მიდის, ყველა ამ მექანიზმით არის. ეხლა რა პრობლემა იწყება? თიამინი, რომელსაც ჩვეულებრივ B1 ვიტამინი წყალში ხსნადი. პრობლემა აქვს, იმიტომ რომ წყალში ხსნადი უჯრედის შიგნით ვერ გადის. უჯრედის ჩვენი უჯრედების გარსი არის ცხიმოვანი წარმონაქმნი. და შიგნით ციტოპლაზმაში ცხიმია რა, ახლა წყალში რო ზედ ჩასხალ წვეთებად რჩება. იგივე პრინციპია რა და თიამინი წყალში ხსნადი რახან არის მიელინურ გარს, რომელიც აკრავს ნერვულ ქსოვილს გარედან იმაში ვერ გადის. და ნერვის აღდგენას ვერ ახერხებს. და ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევაა ეს არის ბენფოთიამინი, ეს არის ნახევრად სინთეზური ცხიმში ხსნადი B1 ვიტამინი. რომელიც აი ამ მიელინურ გარში გადის განსხვავებით ნატურალური თიამინისგან და იწყებს ნერვის აღდგენას. და იმისთვის ეს პროცესი გააძლიეროს, დამატებული არის ალფა-ლიპიდების მჟავა, რომელიც ანტიოქსიდანტია და ამ პროცესს აჩქარებს. ეს არის უნიკალური კომბინაცია, იშვიათი გამონაკლისი, როცა ნახევრად სინთეზური ვიტამინი ნატურალურ ჯობია ამ შემთხვევისთვის. მხოლოდ იმიტომ, რომ ცხიმში გადის. იმიტომ რომ ცხიმში მიელინურ გარს გადის და ნერვის აღდგენას მაგითო და ესეთი პროცესია და პაპარაცია და იწევს 100%-იანება. ეს არის ამ თვალსაზრისით მე ამას პირადად ხო ბეჭკო კომის დილას ვიყრით პირველ უკმაზე და კარგს გადავუსურჭა. ამას სოფლში ვორჭე დილას საღამოს, განსაკუთრებით საღამოს მაგნიტთან ერთად მეცინატოსო. იმიტომ რომ ერთ ნაჭერპოს ხომ აიჭამ. დილას კარაქიდე წავისო, კარაქს ვერაფერზე სხვაზე ვერ ისი. თეთრს თუ შავს? არა, ჭვა ნახევრად ჭვავი ვარ იმას ჭვა. კითხელი პურია პატარა ნაჭერია, მაგრამ ხო გამოდის, მაგრამ ის ჩათვალე 4-5 კოპზე შაკალი. რაღაცა ფორმით ხო ნახშირწყალიც გჭირდება ორგანიზმში. არ გჭირდება. ნახშირწყალს ორგანიზმზე რამდენი გჭირდება თითო. ციციბურად ხვეგარი. ხო, ციციბურაში ცოტა არის, კი ბატონო და მაგითო გეუბნები, ნახშირწყალი საერთოდ ვარმიღო ორგანიზმს არ გჭირდება. ორგანიზმში დარეზერვებულია ნახშირწყალი ღვიძლში, განსაკუთრებით კუნთებშიც. და როცა ჭირდება ამ პროცესს გვია გლუკონეოგენეზი. ანუ ორგანიზმი თვითონ ქმნის იმ გლუკოზას, რამდენიც ჭირდება. აბა ტვინ სჭირდება შოკოლადი და ტკბილი. არაფერი არ ჭირდება, ეგ არის ზღაპრები. ეგ ჩვენი წინაპრების შემდეგი სერია რა, ჩვენი წინაპრები რო ესე იყვნენ, იმის მეხუთე სერია. შაქარს ორგანიზმი ქმნის ყველაფერზე ზიანს ხორცისგან, სიმისგან, რაც უნდა და შენახული აქვს. თუ ჭირდება, იმდეს გამოუშვებს, რამდენი ჭირდება. საერთოდ ჯამში ორგანიზმი იძახს, მე მაქსიმუმ დღეში ჭირდება 2 ჩაის კოლხი შაქარი, 6.5 გრამი. რომელსაც ორგანიზმში ისეთ რეზერვში მაქვს და გამოვიყენებ. თუ მაინც გინდა რომ გარედან შემოიტანო 2 კოლხი. ეს არის ჯამური რაოდენობა. მაშინ რატომ არის ასეთი გემრიელი? ყველაფერი აგზოლი გემრიელი არ არის. ყველაფერი აგზოლი გემრიელი. ეს არის მთელი ფილოსოფია და ამიტომ ბენფოთიამინი არის მაგალითად დილას აღავს მე მაინც სულსვა. ეგ ძილის წინ ეხლა ერთსა მაგას, ერთსა მაგნიუმს მივაყუმბარებ. ძილის კაია. თუ რამე შაქრები მაქვს რაღაცა და ნუ დაწვას მიტოქონდრია, B1 ვიტამინი რო არ გამომიკაჭოს ნერვიდან, ამას ვახმარ.